მოგესალმებით, დიდი მადლობა მომბრძანებისთვის. საარჩევნო კამპანია დასასრულს უახლოვდება. ჩემმა საარჩევნო შტაბმა ყველაფერი ისე დაგეგმა, რომ დიდუბის არც ერთი ეზო და ქუჩა უყურადღებოთ არ დამეტოვებინა. არ დამჩენოდა და მართლაც თითქმის მომაგვარეთ ეგ პრობლემა თითქმის ყველგან ვიყავით. სიმართლე გითხრათ, ფიქრობდი თუ რა უნდა გამეგო ისეთი, რომ არ გამიგია აქამდე ან რა უნდა ყოფილიყო ისეთი, რაც გაგვაკვირვებდა, მაგრამ თქვენ წარმოიდგინეთ ესეთი რაღაცეები დახვდა და მოხდა. ერთ მაგალითს მოვიყვან, მაგალითად გუშინ ვიყავით ფოთის ქუჩაზე. წერეთელზე მოგეხსენებათ არის დიდი პოლიციის შენობა. ფოთის ქუჩის მოსახლეობას ზამთრის პერიოდში არ მიეწოდება გაზი და პრაქტიკულად გაზით ვერ სარგებლობენ, იმიტომ რომ ისეთი სიმძლავრის გაზის დანადგარებით სარგებლობს თვითონ პოლიციის შენობა და ზის ამ ქუჩის მოსახლეობის ხაზებზე, რომ ამდენი წლის განმავლობაში ამ ქუჩის მაცხოვრებლებმა ვერაფერი ვერ მოაგვარეს, ის რომ თვითონ გათვენ და გამთვარი იყოს მხოლოდ პოლიციის შენობა ეს. შეიძლება სასაცილო სატირალი რო არ იყოს. საშინელი ვითარება დამხდა ეგრეთვე ვახუშტის ბაგრატიონის ქუჩაზე, სადაც მაცხოვრებლების სახლები თავზე ენგრევათ. ვახუშტის ქუჩის 30, 32, 34 ნომრები საშინლად ავარიულ მდგომარეობაშია. მათი სახლების შეკეთებას არ ექვემდებარებიან, სასწრაფოდ შველა ჭირდებათ. სახურავების და ლიფტების პრობლემა აქვთ კინოსტუდიის 16 სართულიან 16 კორპუსს. წარმოიდგინეთ ის მდგომარეობა 16 სართულიან კორპუსში დღევანდელ დღეს რო არ იქნება ლიფტი. და ეს პრობლემა მაინც და მაინც რთული მოსაგვარებელი ბოლო 9 წლის განმავლობაში თუ არა, ამ 2 წლის განმავლობაში მე მგონი შესაძლებელი იყო და სავსებით მარტივად. არ ვიცი კიდე მომეცემა თუ არა ამ მოკლე მონაკვეთში საეთერო დრო. ამიტომ მინდა ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემების ნუსხა წარმოგიდგინოთ. ეს ის პრობლემებია, რომლებიც ძირითადად პირადად ჩემს ამომრჩეველს აწუხებს. ზუსტად ვიცი, რომ დანარჩენ რაიონებშიც იგივე მდგომარეობა არის მთელ საქართველოში. ჩიქობავას ნომერ 30-ში მდებარე ბაღის შენობაში 6 წელიწადია უკვე ცხოვრობს სოციალურად დაუცველი ქალბატონი თამარ ცირეკიძე, თავის 6 ობოლ შვილთან და 1 შვილთაშვილთან ერთად. შიშობს, რომ ბაღის გამგე ბოლოს და ბოლოს საწადელს მიაღწევს, გაასახლებს და ღიად ცის ქვეშ დატოვებს ოჯახს. ამავდროულად მათ არ აქვთ გაზის შეყვანის საშუალება. ოჯახი 6 წელია ამ შენობაში ცხოვრობს, გადასახადებს იხდის, მაგრამ ამათი საშველი არ ჩანს. თევდორე-ღვთის ნომერ 13-ში ცხოვრობს სოციალურად დაუცველი 54 ოჯახი, რაც დიდუბეში დავიარეთ სოციალური დაუცველების ფონზე ყველაზე რთული მდგომარეობა აქ არსებობს. აქ ცხოვრობს 54 სოციალურად დაუცველი ოჯახი. მათ შორის არის 8 მრავალშვილიანი ოჯახი, რომელსაც არანაირი სტატუსი არ გააჩნიათ, რომელთაც ბევრს აქვს მოხსნილი სოციალური სტატუსი. ესენი იკვებებიან სოციალურად დაუცველების სასადილოში. უკმაყოფილოები არიან იმ სასადილოებში არსებული კვების ხარისხით. მაგრამ ცოტა რომ ჩავეძიეთ ამ საკითხს, ამ სოციალურად დაუცველ სასადილოს ხელმძღვანელობასთან ლაპარაკის დროს გამოირკვა ის, რომ ბიუჯეტი ერთ სოციალურ დაუცველზე კვებაზე არის მხოლოდ 1 ლარი. ანუ კვების ხარისხზე რო არაფერი ვთქვათ, ამ ბიუჯეტით რაღაცა რომ მოთხოვო, მე მგონი ძალიან ძნელი იქნება ეს იმ ფონზე, როდესაც პატიმრის ბიუჯეტი კვების ჩვენს ქვეყანაში არის 7 ლარი. და ამ მაცხოვრებლებიდან იყო ის შემთხვევაც, რომ ბიჭი, რომელიც გამოვიდა ციხიდან 2 თვის მერე გაუსაძლისი მდგომარეობის გამო, მხოლოდ რომ ნორმალურად ეკვება, ჩაიგადინა ხულიგნობა და ისევ წავიდა ციხეში. და ეგეთი მაგალითი ბევრი არის. მოვინახულეთ ასევე თევდორე-ღვთის ქუჩაზე იქვემდებარე სხვა შენობები და იქ ცხოვრები დევნილი ოჯახები, რომლებიც ავარიულ შენობაში ცხოვრობენ, რომლებსაც ნაწილი ამ შენობების დაკანონებული აქვს, ნაწილი ამ დაკანონებას ვერ ახერხებს და იმ ანტისანიტარიაში და იმ ავარიულ სახლებში უბრალოდ სიცოცხლისთვის საშიში არის ცხოვრება.
ეგეთივე პრობლემები აქვს დეზერტირების ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრებ მოსახლეობას, რომელსაც ანტისანიტარია აწუხებთ ხმაური, რომელიცაც იწვევს გარევაჭრობას, ითხოვენ ქუჩებში ბაზრის ტერიტორიაზე განთავსეს გადასატანი მოძრავი საპირპარეშოები მაინც, იმიტომ რომ საპირპარეშოებად არის კორპუსები ნაქცევი და რა ვიცი, ტურისტულ ქალაქად ნახევ თბილისში ეს პრობლემა ალბათ არ უნდა იყოს. აგრეთვე დავიარეთ აღმაშენებლის წინამძღვრშვილის შეროზიას და ბორჯომის ქუჩების მაცხოვრებლების ძირითადი პრობლემები არის ავარიული სახლები. პრობლემას კიდე აღრმავებს ის, რომ ამათი შეკეთებას ართულებს ის, რომ ბევრ სახლს აქვს ისტორიული ძეგლის სტატუსი და იქ ელემენტარულად ფანჯრის გამოცვლაც კი დიდ პრობლემას წარმოადგენს. აგრეთვე ზოგადად რაც აღმაშენებელს მთლიანად აღმაშენებლის დიდი პრობლემა არის რეკონსტრუქციის შემდეგ და ფასადების შეკეთების შემდეგ, რომ დავანებოთ თავი იმას ხარისხს, სილამაზეს და ასე შემდეგ, ყველა შიდა ეზოს აქვს პრობლემა. აქამდე გვეგონა რომ პრობლემა მდგომარეობდა იმაში, რომ არ იყო გაკეთებული იყო მხოლოდ ფასადები და არ იყო მოწესრიგებული ეზოები. მაგრამ აღმოჩნდა ის, რომ პირველ რიგში ყველა აი ამ ლამაზ შენობას, არც ერთ შენობას არ გააჩნია გამაგრება. ეგენი ადრე თუ გვიან, შეიძლება 2 წელიწადში და 3 წელიწადში ლამაზი ფასადებით, იგივე ავარიული და ნგრევის პირას მისული სახლები იყოს, თუ არ მიეხედა ამ პრობლემას ძირითადად გლობალურად და თუ არ გაგრძელდა აღმაშენებლის რეკონსტრუქცია და ზუსტად მაგ მხრივ გამაგრების და აი ამ საკითხების გადაწყვეტით. ქალაქში შეამჩნევთ ალბათ იმას, რომ პატარა ქუჩებზე ნაგვის უამრავი სავსე ნაგვის ურნები არის და პატარა ქუჩებიდან ნაგვის გატანა ვერ ხერხდება. ჩვენ შევეცადეთ დასუფთავების სამსახურიდან ოფიციალურად მიგვეღო ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რატომ არ გააქვს ნაგავი. პასუხი საკმაოდ საინტერესო იყო, რომ პასუხს ვერ გაგცემდნენ იმ მიზეზით, რომ წინა საარჩევნო პერიოდია და პასუხი ამიტომ გვიანდება. რა შუაში არის პასუხის გასვემა დასუფთავების სამსახურიდან და არჩევნები, ეს ძნელად სათქმელი არის. თქვენ ბუნებრივია გაგიჩნდებათ კითხვა, როგორ ვაპირებ პრობლემების მოგვარებას. კი პასუხებთ, რომ ამ პრობლემების დიდი ნაწილის მოგვარებას მხოლოდ საკრებულოში მყოფი ადამიანის კეთილი ნება ჭირდება და იმ რესურსების სწორი გამოყენება, რომელიც გააჩნია დღეს ადგილზე გამგეობებს და გააჩნია მერიას. არაფრით არ შემიძლია არ შევეხო წინა საარჩევნო გარემოს, რომელიც თავისუფლად შეიძლება ითქვას, რომ დემოკრატიულად, ნამდვილად არ იყო. ჩვენ არ გვეძლეოდა საეთეროდ, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში პრივილეგირებულები იყვნენ მხოლოდ და მხოლოდ ნაცები და ოცნება და ეს დიდ პრობლემას შეადგენდა. აი ეს იყო ჩემი განცხადება, რამე შეკითხვები თუ გაქვთ, მზად ვარ გიპასუხოთ. ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელი, რა თქმა უნდა, ეს უმრავლესობაში ეს კიდე არჩევნების დღე გვანახებს, რა დონით ვიქნებით შესულები საკრებულოში. და ძირითადად იმასთან ბრძოლით, იმ საკითხებზე ჩაძიებით, რომ რა რესურსები არსებობს დღეს. მინდა გითხრათ, რომ ცოტა ღრმად რო შევისწავლეთ საკითხები, არსებობს ამ გლობალური პრობლემების გადაწყვეტის გზები უკვე დღესვე. ეს გამოიხატება იმ არსებული თანხების ეფექტური ხარჯვით, პრიორიტეტების სწორი გაწერით, შემცირებით იმ ხარჯების, რომელიც ხმარდება კიდევ დღესაც ნაციონალური მოძრაობის აქტივს, აუცილებლად უნდა შედგეს გეგმა, რომელიც წლების განმავლობაში არ ყოფილა და ამ გეგმის მიხედვით ამ ავარიული შენობების და უამრავი ავარიული სახლის პრობლემა გადაწყვეტადი არის. ცოტა ღრმა შესწავლეს ამ საკითხისაც დღესაც ვხედავთ იმის ძალიან დიდ რესურსს დღესაც არსებული მდგომარეობით. ამ შეხვედრების დროს მოსახლეობის განწყობა როგორი იყო, თქვენ თუ ფიქრობთ, რომ გაქვთ საფუძველი, ზუსტად გაქვთ
ამან უფრო გვანახა ეს შანსი და რა ვიცი ჩვენი ისეთი შეგრძნებით უფრო მეტი შანსიც დაგვანახა ჩვენი აზრით, იმიტომ რომ ყველაზე მტკივნეული რაც კი იყო, რასაც ვისმენდით, როგორც ოპოზიციური პარტია, ამ 2 წლის განმავლობაში მოსახლეობის განწყობა იყო ისეთი, რომ ნაციონალები რაღაცას მაინც აკეთებდნენ და ეს 2 წელიწადი არაფერი არ გაკეთებულა და განწყობა არის ისეთი, რომ არის უკმაყოფილება როგორც ძველ რეჟიმზე, ისევე ახალზე და მის სიმართლე მინდა გითხრათ, არ ველოდით ეგეთ განწყობას და რა ვიცი, ჩვენ შანსებს უფრო მაღლად ვაფასებთ, ვიდრე წინა საარჩევნოდ ვაფასებთ. იმ რესურსებით და იმ მდგომარეობაშიც იმის მიუხედავად, რა პირობებშიც მოგვიწია საარჩევნო კამპანიის ჩატარება. არაფერს. მადლობა. კი ბატონო. სხვა პარამეტრებით რომ შევაფასოთ საარჩევნო როგორი იყო ანუ თავისუფალ გარემოში შეხვედრების გამართვა ხელშემშლელი ფაქტორები ხელშემშლელი ფაქტორები იყო, ამაზე გააკეთა ქალბატონმა ნინომ განცხადება, რა ვიცი, ამის მაგალითები იყო ჩვენი კანდიდატურების მოხსნები ბოლნისში და გარდაბანში, ეს არა მარტო ჩვენ ბლოკს ნაციონალებსაც კი შეეხოთ და ძირითადი პრობლემა იყო გაშუქების პროპორცია. ბოლო კვლევა მისა ჩვენა, რომ 22%-ით იყო გაშუქებული ქართული ოცნება, სადღაც 20%-ით იყო გაშუქებული ნაციონალური მოძრაობა და მხოლოდ 2%-ით ვიყავით გაშუქებულები ჩვენ. თორე ზეწოლა ბევრმა ჩვენმა თანამებრძოლმა განიცადა და დიდ სხვაობას წინა არჩევნებთან შედარებით ვერ ხედავთ. შეიძლება ისეთი ფორმები არ ქონდა, მაგრამ მაინც იყო.